ეროვნული ბანკი დეველოპერული სექტორის დაკრედიტების პირობების შემსუბუქებას აანონსებს ამ ეტაპზე მარეგულირებლისა და დარგის წარმომადგენლებს შორის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საკითხი კომპლექსურია და დროს მოითხოვს, თუმცა ორი ცვლილება უკვე მიღებულია, ამას ის მოთხოვნის შემცირება და იპოთეკური სესხის თანადაფინანსების მინიმალური ზღვრის გადახედვა. როგორ აისახა გამკაცრებული დაკრედიტება უძრავი ქონების ბაზარზე და რას ითხოვს სექტორი. ლემონს გრუპის დამფუძნებელი ირინა მელიმონაძეა გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის და ამ თემაზე იმისთვის, რომ საუბრის საშუალება გვეძლევა. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი თემა, როდესაც საქმე ეხება დეველოპმენტს და იმას, თუ როგორ შეეძლონ საქართველოს მოქალაქეებმა იპოთეკის საშუალებით თუ არ აქვთ მათ დანაზოგი დაუშვათ ბინების შეძენა. ამიტომ თავდაპირველად როგორ ხვდებით ამ უკვე ჯერჯერობით ანონსად გაკეთებულ განცხადებას, გუშინ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე თქვა ნათია თურნავამ ეს და ამიტომ კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ის პარლამენტში გაკეთებული განცხადება. როგორია თქვენი შეფასება, რა მოლოდინი გაქვთ და მე უკვე ვისაუბროთ იმ ნაწილზე, რა ორი ცვლილებაც უკვე განხორციელდა, ამან რა შედეგები მოიტანა. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ნებისმიერი მხარდაჭერა და ცვლილება ამ სექტორს ყოველთვის უწყობს ხელს, რომ უფრო მეტად აქტიური გახდეს. მოგეხსენებათ, რომ სამშენებლო ინდუსტრია ეკონომიკის წილია ინდუსტრიას ეკონომიკაში აქვს 10%-მდე, ანუ 7-დან 9.5%-მდე უჭირავს. ამიტომ მნიშვნელოვანია შემსუბუქებული რეგულაციები ბანკების მხრიდან და ბანკების მხარდაჭერა უშუალოდ მყიდველებისთვის. პირველ რიგში ამ საკითხზე შეიძლება რომ გავავრცელოთ, აი უკანასკნელი გამარტივებული რეგულაციებიდან მახსენდება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შემსუბუქებული იპოთეკური პროცენტი 5 წლის მანძილზე, რამაც ძალიან შეუწყო გაყიდვებს ხელი და ასევე შეუწყო ხელი თვითონ ადამიანებს, ვისთვისაც გაფართოება იყო მნიშვნელოვანი ან პირველი ბინის შეძენა და ახალისება მოახდინა, ასე ვთქვათ, სამშენებლო სექტორშიც უფრო გაზრდილი გაყიდვები აჩვენა მაჩვენებლით და ბანკებთანაც ალბათ უფრო მაღალი მიმართვიანობა იყო ამ ნაწილში. შესაბამისად, თუ იქნება ეროვნულისგან ის შეზღუდვა მოხსნილი, რომ თანადაფინანსება არ იყოს 20-30% და გაცილებით მსუბუქი რიცხვები მოვისმინოთ და მოისმინონ მომხმარებლებმა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის სექტორში ეკონომიკურ წილს, ასე ვთქვათ, და თვითონ მომხმარებლებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ყიდვის პროცესს. დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ბაზარზე, მარკეტინგშიც კარგად ჩანს ეს და მარკეტინგულ აქტივობებშიც არის პირველადი შენატანის დაფიქსირებაზე. ანუ ფაქტიურად ბაზარმა ამოწურა დანაზოგიანი მომხმარებლების, ასე ვთქვათ, რესურსი და ამიტომაც გადავიდა ბაზარი ანუ რეალურად უკვე კომპანიების თავაზობენ იმ 15-20% რეალურად სამშენებლო კომპანიები გახდნენ ბანკების კონკურენტები, ასე გამოვიდა ამ წუთას, აი ამ ბოლო 6-10 თვის მონაცემებს თუ შევხედავთ და ალბათ დროულია ამ აქტივობის წარმოჩენა. ძალიან კარგ თემას შეეხეთ. თვითონ დეველოპმენტი, თვითონ დეველოპერული ბაზარი, კომპანიები, რამდენად მზად ხართ იმისთვის, რომ რეალურად აი ის თუნდაც შიდა განვადებების სისტემა და რაც ახსენეთ ახლა რომ გარკვეულწილად კონკურენტების გახდით ხო საფინანსო სექტორის რამდენად სწორი ნაგზავნილია დაუშვათ თავად ამ სექტორის განვითარებისთვის ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ ამ სექტორმა განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ და მიუხედავად იმისა რომ მსგავსი თუნდაც მიახლოებული შემთხვევები ახლა აღარ გვაქვს და საბედნიეროდ მხოლოდ კარგად მიდის ეს მიმართულება, მაინც როდესაც ამ მასშტაბის მშენებლობები არსებობს რისკი, არსებობს კითხვა, არსებობს ეჭვი და მომხმარებელს მაინც მარტივად არ შეუძლია ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება იმის მიუხედავად, რომ გაფართოება და ახალი სახლი ყველას გვინდა, ხო? ამიტომ თავად რამდენად ხართ მზად აი ამ პროცესებისთვის განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ახლა ვიმყოფებით, რამდენად სწორია ეს ნაბიჯი, როდესაც კომპანიები თავად ეხმარებით შიდა განვადებების სახით. მოგახსენებთ, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ თანამონაწილეობის ეს სტანდარტული 20%-ის განხილვის ორი ძირითადი საჭიროება არსებობს ბანკებისთვისაც და სამშენებლო კომპანიებისთვისაც. სამშენებლო კომპანიებს ეს ერთის მხრივ აძლევს პირველი დიდი დანახარჯების უზრუნველყოფას გაყიდვების პირველ ეტაპზე, პირობითად პროექტის 20-25%, როცა გაყიდულია და ძირითადი თანხების 20% მშენებლის ანგარიშზეა შემოსული, მას უსაფრთხოდ შეუძლია გააგრძელოს მშენებლობის პირველი
პირველი ან მაქსიმუმ მეორე ეტაპი და ამას ეწევა ყოველთვიური გადასახადები და თუ ბანკისგანაც მხარდაჭერა აქვს და დაფინანსებული აქვს პროექტი, მყიდველიც მეტად გარანტირებულია ასეთი ტიპის პროექტში ბინის შეძენით და დღეს ბაზარზე მომხმარებლებიც მეტნაკლებად ინფორმირებული და მიჩვეულები არიან, რომ ამ თავიანთი 20%-ით და პლუს საბანკო ვალდებულებებით აშენებს ესა თუ ის მშენებელი ამა თუ იმ პროექტს და თავის მხრივ საბანკო სექტორს სჭირდება დაზღვევები, რომ ყიდვის დროს მომხმარებელი სხვადასხვა კრიტიკულ, კრიზისულ სიტუაციებში არ ჩავარდება კიდევ ერთი დამატებითი ვალდებულების აღებით. და მესმის თქვენი კითხვის მთავარი არსი, რომ რას ერთის მხრივ ლამაზი ცვლილებები სად შეიძლება გრძელვადაში წარმოქმნიდეს პრობლემა. შედეგის მომტანი ხომ არ აღმოჩნდება ამ ნაწილში და უშუალოდ რამდენად მზად ხართ ამისთვის? თუ პარალელურად არ განიხილა, ან მხოლოდ წინასწარი შენატანის შემცირება მხოლოდ დააფუშინგებს იმ ნაწილს, ანუ დააფორსირებს იმ ნაწილს, რომ გაყიდვები გაიზრდება, მაგრამ თუ მშენებლებს არ ექნებათ იაფი ან მარტივი დეველოპერული სესხების საშუალება, ეს გააჩენს ჩემი აზრით გადავადებულ მშენებლობებს, ანუ პროცესებს გაწელოს, იმიტომ რომ დეველოპერის ანგარიშზე არ იქნება პირველი საჭირო თანხები და არ ვიცი რამდენად მყიდველისთვის ეს გასაგები და თვალსაჩინოა, მაგრამ პირველი ეტაპი ხარჯების არმატურა, მიწის სამუშაოები, მონოლით სამუშაოები გაცილებით უფრო ძვირად ღირებულია, ვიდრე შემდგომ ლამაზი ვიზუალი, რასაც ხედავთ. ამიტომ ის პირველი 6 თვე მშენებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფული არსებობდეს ანგარიშზე. ან მომხმარებლებისგან, ან საბანკო სექტორისგან. თუ ეს ორი ერთად არ იქნა, ალბათ თქვენი კითხვა უკვე უფრო რელევანტური იქნება და უფრო სწორად წაგვიყვანს კრიზისისკენ, ან რაღაც ისეთისკენ, რაც სხვადასხვა პატარა მშენებლებს პირველ ეტაპზე დიდ დარტყმას მიაყენებს. ვინმე არასწორად არ მინდა რომ გაიგოს, რომ ანუ კრიზის პირიქით არავინ არ ვარ დაინტერესებული, რომ რაიმე ტიპის პრობლემა აღმოჩნდეს და რაიმე ამგვარ კრიზისში შევიდეს. ეს დეველოპმენტი არა მხოლოდ იმიტომ, რომ დავშვით ქვეყნის ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი შენატანია ეკონომიკური ზრდის პარამეტრების, ხო, არამედ თვითონ მოქალაქეს ეხება და ის რაც 2008 წელს გაიარეს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩემი ჩათვლით, მარტივი მისაღები და გადასახარში ნამდვილად არ იყო, სწორედ ამიტომ მხოლოდ კარგი გვინდა ამ სექტორისთვის, მაგრამ გვინდა ისე განვითარდეს, რომ დავუშვათ აი ეს პრობლემები, რომელსაც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, ამ პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ. ამიტომ დავიწყე სექტორის წილობრივ პოზიციონირებაზე ეკონომიკურ ნაწილში და 10%-ის არ არის დაბალი მაჩვენებელი და შეგნებულად მავნებელი უნდა იყო, რომ კრიზისი გინდოდეს ამ სექტორში. ეს თითქმის ნახევარი ქვეყნის კრიზისში შეყვანას უდრის, ამიტომ სიფრთხილე და სწორად ამბობენ, რომ დრო სჭირდება და გააზრება, ერთის მხრივ მოთხოვნა არსებობს, რომ შემცირდეს თანამონაწილეობა მომხმარებლის მხრიდან, შემცირდეს თანადაფინანსების წილი დეველოპერების მხრიდან, მეორეს მხრივ უკან იმხელა პროცესებია და იმდენი საკითხია განსახილველი, რომ ალბათ ნამდვილად სჭირდება შესაბამისი დარგის პროფესიონალების კრიზისების შეფასება და მსჯელობა, რომ სწორად მოხდეს, ანუ განულება იდეალური შემთხვევაა, მაგრამ სადამდე მიიყვანს განულება, არავინ არ ვიცით. თვითონ მომხმარებელი რამდენად გადახდელუნარიანია დღევანდელი გადმოსახედი და თქვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვით, რომ რეალურად ამოიწურა მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომელსაც დანაზოგი შეეძლო ბინის შეძენა. რამდენად არის კრიზისული სიტუაცია, თუნდაც ყოველთვიურად აი ის პირველადი თანხა, როდესაც უშუალოდ კომპანიებთან აქვს საქმე მოქალაქეს, იმ პერიოდის განმავლობაში რამდენად გამართულად შემოაქვს მოქალაქეებს, აქ ყველა შეიძლება არ შემოაქვს, მაგრამ მთლიანობაში პროცენტულად რამდენად მაღალია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელსაც რეალურად შეუძლია ეს გადახდები თუნდაც შიდა განვათების სახით. დიახ, მადლობა. რამდენიმე წლის წინ გაჩნდა ბაზარზე თითოეულა პროდუქტი წინასწარი შენატანის გარეშე უფრო შემსუბუქებული წინასწარი შენატანით პირობების სხვადასხვა სამშენებლო დეველოპერული კომპანიებისგან და მათ შორის ჩვენი კომპანიებისგანაც და ეს იყო ვარაუდი, რომ ბაზარზე იყო ამის მოთხოვნა, არსებობდა ეს სეგმენტი და ცალსახა ავითვისეთ 20-30%-ით მეტი მყიდველი გაჩნდა ასეთი ტიპის შემსუბუქებული პირობებით, თუმცა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მომხმარებლები, რომლებიც წინასწარი შენატანის შემსუბუქებას ითხოვენ ვალდებულების ნაწილში, პერიოდი, განმადების პერიოდში გაცილებით მეტი თანხა აქვთ დაფარული, ვიდრე კონტრაქტით ევალებათ. მაგალითად, თუ კონტრაქტით ევალებათ 30-35%-ის დაფარვა,
აღმოჩნდება, რომ მშენებლობის ბოლოს 60-72% აქვთ დაფარული. ეს ერთის მხრივ მე პირადად ჩვენს მონაცემებზე დაყნობით მაფიქრებინებს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შიშია ამ საშუალო ფენაში და ხელშეკრულებაში რომ არის მითითებული, რომ თვეში უნდა ვიხდიდე $5,000, სხვანაირად დაძაბულები არიან ალბათ და უფრო ვერ შეიძლება შევასრულოს შიში და არ ავიღო ეს ვალდებულება და საერთოდ უარი ვთქვა ყიდვის გადაწყვეტილებაზე და შემსუბუქებული პირობების შემთხვევაში პირიქით. მეტიც ბიზნეს სექტორში უძრავი ქონების ყიდვა რო წაგვეხალისებინა, კვარტალური გადახდა შევთავაზეთ და ამ პროდუქტმაც ძალიან კარგად იმუშავა. ბიზნეს არ აქვს მუდმივად სტაბილური გარემო, რომ მუდმივი შემოსავლები ქონდეს კვარტალში ერთხელ ვალდებულების დაფარვაზე კიდევ განსაკუთრებით კარგად ირეაგირა ამ პროდუქტმაც. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ეს თქვენი ახსნები კიდევ უფრო გაუადვილებს საქართველოს მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თვითონ სიახლეები ამ შემთხვევაში უკვე თქვენი კომპანიის მაგალითზე რეალურად რა მიმართულებაზეა უფრო მოთხოვნა, რას უფრო ვირჩევთ და როგორია საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელი მოქალაქეების წილი გაყიდვებში? დიდი წილი უცხოელი მოქალაქეების გაყიდვებში ნამდვილად არ შეიმჩნევა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ჰოლდინგის ფარგლებში ეს არცდება. ჩვენ ამ წუთას 39 მიმდინარე სამშენებლო ობიექტი გვაქვს. ეს შეიძლება არ იყოს ყველა სხვადასხვა უბანზე, ზოგი არის ერთ უბანში, ერთ ლოკაციაზე, ვთქვათ 22 კორპუსი, მეორეზე 3, სხვადასხვა სამშენებლო ეტაპზეა თითოეული და ამიტომ სხვადასხვა სამომხმარებლო აუდიტორიას მოიზიდავს. უცხოელების წილი 10-12% არის ცდება რაოდენობაში და ჯამურად 8000 ბინაზე მეტია გასაყიდი და გაყიდული წლის ჭრილში სადღაც 4000 ბინას მოიცავს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს არ არის დიდი მაჩვენებელი და არის შეიმჩნევა რაღაც რადიკალური ზრდა ამ მიმართულებით, თუმცა წინასწარი შენატანის გარეშე პროდუქტი არის ინტერესით ძალიან ფართო, მაგალითისთვის ამ პროდუქტის გარეშე თუ თვის ჭრილში მოთხოვნა არის 20-25,000 მოთხოვნას გულისხმობ მოწერა და ინტერესება ზარი, ასეთი პროდუქტის არსებობის შემთხვევაში 35,000 გადააჭარბა მომართვიანობამ თვის ჭრილში, რაც ალბათ საფიქრალი გააჩინა უკვე უფრო მაღალ ინსტანციებში გამარტივებული იპოთეკის და დეველოპერული სესხის. თვითონ საფინანსო ინსტიტუტები როგორ გეთანამშრომლებიან საბანკო სექტორის წარმომადგენლებს და რამდენად მარტივია ან არ არის მარტივი თქვენთვის თავად ბანკებიდან სესხის აღება? ერთია მომხმარებლის მხარე, მეორეა უშუალო დეველოპერული კომპანიების მხარე. მომხმარებლის მხარეს ბანკები ბოლო რამდენიმე თვეა საკმაოდ რთული პროცესი გახდა სესხის აღება და დაკრედიტება ჩაბარების პირას მისულ პროექტებში. საკმაოდ მაღალი იყო, უცაბედად შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე 14, 15, 17, ჰქონდა შემთხვევა 22%-ია ის სხვადასხვა ბანკების მიერ შემოთავაზება, რაც დამეთანხმებით რომ მომხმარებლისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პროცენტია და ნელ-ნელა შეიჩვია ამ 12%-ზე მაღალ რიცხვს იპოთეკურ სესხში და იყოს სრული კოლაფსი ამ მიმართულებით, თუმცა სხვადასხვა ბანკებმა კონკურენტულმა გარემომ ეს მეტნაკლებად დაარეგულირა და დეველოპერების მხარეს თუ ყველაფერი წესრიგში აქვს დეველოპერს გამოცდილება აქვს გაყიდვების მაჩვენებელს აჩვენებს და თანამონაწილეობაც ჰქონდა ადრე ძალიან მარტივად გაიცემოდა დეველოპერული სესხი, ახლა ძალიან რთულად გაიცემა, როგორც თვითონ დეველოპერები აი ამ მოლაპარაკების პროცესში აღნიშნავენ. ანუ თუ ყველა მეორეზე იყო თითქმის დაშვებული დეველოპერული პროექტის შეკრა, ასე როგორც ეძახიან თვითონ ბანკებში, ახლა ასეთი მარტივი პროცესი ეს არ არის და ალბათ ამ მხრივ ერთის მხრივ ბაზარი დაცულია, რომ არ არის გამოუცდელი მშენებლების ზრდა, ასე ვთქვათ, ბაზარზე და მათი შეთავაზებები, მეორეს მხრივ გაფართოებას საჭიროებს ეს სექტორი და აი ამ გამოწვევის წინაშეც ალბათ დგანან ბანკები გამარტივებით, რას მოიტანს, რას გააჩენს, როგორი ახალი ბიზნესები წარმოჩინდება და რა მხრივ უნდა გამარტივდეს. სამწუხაროდ ჩვენი საუბრის დრო იწორება, თუმცა აუცილებლად მინდა გითხოთ, თვითონ გარემო დეველოპმენტში როგორია იმ გაგებით, რომ რეალურად რამდენად პასუხისგებლიანად უდგება დღეს უკვე დეველოპერი იმ ობიექტის მშენებლობას, რომელსაც ის იწყებს და რამ კონკურენცია საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ნაბიჯზე ხედავთ ჩვენ ახალ მშენებლობებს, თუმცა თვითონ რამდენად პასუხისგებლობით უდგებიან დეველოპერები და რამდენად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ უბრალოდ მხოლოდ
გადაწყება და რაღაცის გაყიდვა არ არის, საკმაოდ რეალურად ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანო და თან აბსოლუტურად განსხვავებული პირობებით, იმიტომ რომ დღეს რაზეც არის მოთხოვნა, იმის 10 წლის წინ ის მოთხოვნა არ იყო. აბსოლუტურად მათ შორის ენერგოეფექტურობის მიმართულებით იქნება, სახანძრო მიმართულებით შემოდის ახლა ახალი რეგულაცია, ანუ ბევრი სხვადასხვა ნაწილი ემატება და მომხმარებლის მოთხოვნაც იზრდება, ხო, ამ ნაწილში. რამდენად გაიზარდეთ დეველოპერები ამ კუთხით? მე 3 წლის წინ ვერც ვიოცნებებდი ასეთი ტიპის ზრდაზე, თუმცა ამან ეს გამოიწვია იმ ფართო სპექტრის რეგულაციების შემოღებამ, რაც უკვე სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ დეველოპერს თითქოს ერთ, ასე ვთქვათ, ჩარჩოში გვაქცევს და მეტნაკლებად კონკურენცია ფაქტიურად დარეგულირდა მაგ ხარისხის ნაწილში და მხოლოდ ემატება ინფრასტრუქტურული შეთავაზებები კონკურენციაში უშუალო დეველოპერებისგან და ძირითადი საკითხები უსაფრთხოების, კარგი ცხოვრების, რაღაც უზრუნველყოფილი კორპუსის ყიდვის შემთხვევაში გადაწყვეტილია უკვე 51 დადგენილებებით და კიდევ ვიცით რომ ფართოვდება ეს რეგულაციები და ასე ვთქვათ მარწუხებში ჯდება მშენებელი და არ არის მხოლოდ კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რაც 5-7 წლის წინ თავარ წამყვან მოთამაშეებს, ბაზრის მოთამაშეებს გულისხმობ, ჰქონდათ და დანარჩენი 80% თავისუფალი არჩევანის წინაშე იდგნენ, ექნებოდათ თუ არა უსაფრთხო გარემო ასაშენებელ ფართზე და ზოგადად საცხოვრებელ გარემოში. დღეს ეს მხარე უფრო რეგულირებადია, აღსრულების პროცესიც იხვეწება, ანუ აქამდე არსებობდნენ მთელი რიგი რეგულაციები, რომლის შემოწმება, მონიტორინგი ფაქტიურად შეუძლებელი იყო და ამ ნაწილში ძალიან გაზრდილია სხვადასხვა ინსტიტუტები, რომლებიც ამოწმებენ და ექსპლუატაციაში გაცილებით უფრო მაღალი დონის კორპუსები ხვდება და ეს მომხმარებელმაც გაიაზრა, რომ აუცილებელი ფაქტორია. შესაბამისად, საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება ეს სფერო, ახლა ფრთხილი ნაბიჯებით, შედარებით შემსუბუქებული პირობებით, ალბათ კიდევ უფრო მეტად გავიკვლევთ, ასე ვთქვათ, 2026 წლისკენ გზას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის ეთერში, იმიტომ რომ თემა ძალიან აქტუალურია და თითოეულ მოქალაქეს ეხება და საინტერესოა ორივე მხრიდან, როგორც ბიზნესის, ასევე ბუნებრივია მოქალაქეების მხრიდან. ლემონ ჯგუფის დამფუძნებელი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.